აი ასეთი კონტროლის სასაზღვრო არსად არ გამევლია. საათები დავხარჯე, ერთვება განგაში სირენა და გიწევს გაქცევა ბუნკერში. ეცემი ძალიან ხამიანი არის და საკმაოდ მოულოდნელად მომეპარა. როგორც იქნა შემოვაღწიე ეგვიპტეში, აი ასეთი კონტროლის სასაზღვრო არსად არ გამევლია. ყველაფერს ორჯერ სამჯერ ამოწმებენ და ყველგან გარკვეული თანხა იჭრება და რაღაცეებში ყოველთვის რაღაც დამატებითი ნიუანსები უნდა გაიარო. მივემართები შარმელ შეიხისკენ ეგვიპტეში. ნახოთ როგორი სიტუაცია დაგვხვდება იქ. ჯერ გზაში ვართ, კიდე რამოდენიმე საათიც და დაგვჭა წესი. მართლაც ძალიან მაგარ ადგილას მოვედით და დავბინავდით. შემდგომ ორ დღეს აქ გავატარებ. შემდგომში უკვე გადავფრინდები თურქეთში და თურქეთიდან კი საქართველოში. ესე ჩვენი სასტუმრო გვერდზე აი ასეთი ლამაზი და განსხვავებული სტილით აშენებული სასტუმროები დგას. საკმაოდ დიდი ეზო არის იმისთვის, რომ ისეირნო, განიტვირთო, დაისვენო და შარმალ შეიხი მართლაც გამორჩეული ადგილი არის იმისთვის, რომ აქაურობას ეწვიო და აქ რამოდენიმე დღე გაატარო და დაისვენო. ამ ქვეყანაში სიმშვიდე არის, სიწყნარე არის, ფრენებიც საკმაოდ ხშირი არის. ვინაიდან წრეზე მეზობელი ქვეყნები დაკეტილი არის, მთლიანი მასშტაბით გადაფრენები ხდება აი ამ ზონაზე. აი ფრენებზე რაც ვახსენე, აი ახლაც თვითმფრინავები დაფრინავს შემთავზე. ყველა ეგვიპტიდან ცდილობს მეზობელი ქვეყნების დატოვებას. საკმაოდ რთული არის, როდესაც არ იცი რასელი რაღაც მომენტებში და შენთვის ერთ მომენტში ხარ უბრალოდ წყნარად და ჩაერთვება განგაში სირენა და გიწევს გაქცევა ბუნკერში. ძალიან ლამაზი არის აქაურობა. განსაკუთრებით კარგი არის აქ დასვენება იმ ამბების ფონზე, რაც ხდებოდა ისრაელში. როდესაც ისრაელის საზღვარს ყვეთავდით, ვინაიდან ჩვენ მან ფრინველების დაკვირვების ტურზე ჩავედით და ამავდროულად ჰქონდა აპარატები და ეს მსგავსი სახეობებზე დასაკვირვებელი ტექნიკა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტეში საზღვარზე მსგავს ტექნიკებს ართმევდნენ. შესაბამისად, სპეციალურად ამ მიზნით დავეკითხეთ ეგვიპტის წარმომადგენლებს და მათ გვითხეს, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა აი როგორც კი მივადექით საზღვარს, სკანერში გაიარა თუ არა ჩემმა ტექნიკამ, ეგრევე ნახეს ბინოკლი, შეამოწმეს ყველაფერი, ამოიღეს ეს ბინოკლი და დაიტოვეს თან. ჩვენ ვუთხარით, რომ ყველაფერი წინასწარ გარკვეული ქონდა, თუმცა მათ არ მიაქციეს ამ ყველაფერს ყურადღება და მოგვაწერია საბუთზე ხელი, რომ ეს ყველაფერი გადაეცემოდა ეგვიპტის ჯარს. თუ არა და პასპორტებს არ გვაძლევდნენ, სხვა ვარიანტი არ ჰქონდა. შესაბამისად მოგვიწია ამ ბინოკლების მან დატოვება. უკვე შემდგომში გზაში წამოსულზე დაგვიკავშირდნენ ისრაელიდან და გვითხეს, რომ მანდ გაუგებრობა მოხდა მსგავსი. შესაბამისად ჩვენ ჰქონდა ერთ-ერთი შანსი მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც იმ ქვეყნიდან იყო ჩვენთან ერთად წამოსული, დაბრუნებულიყო უკან და ეს ტექნიკა წაეღო ისრაელში და თუ კი რაიმე შემთხვევა იქნებოდა ისეთი, რომ შეიძლება გადმოგზავნოთ, ჩვენთვის გადმოიგზავნოთ. ძალიან რო არ ამოვარდე კონტენტიდან, ამიტომ რაღაც 1-2 სიტყვას ბიომრავალფეროვნებაზეც გავაკეთებ აქაურზე. როგორც კი ჩამოვედით, საკმაოდ ბევრი ცხოველი შეხვდა, აი ხელოვნურად მოწყობილ და შემდგომში უკვე მოსწორებულ ბალახებზე. აქ იყო ისეთი სახეობები, როგორიც არის მაგალითად წყემსი ყანჩა, საკმაოდ ლამაზი ფრინველი, ოფოფი, აი ჩვენთან რო ჩამოდის ეს ინდივიდი. სტუმრად, გამოსაზაფხულებლად ისევ ბრუნდება აი აქეთ თბილ ქვეყნებში, როგორც ვახსენებ ხოლმე, შესაბამისად აი სუსტად აქ არიან ისინი ახლა და აი ამ რუხ წყემს
და სხვა სახეობის ყვანჩებთან ერთად გადაადგილდებიან ხელოვნურად მოწყობილ ზონებზე. ისრაელში მქონდა გეგმაში რომ განმეხორციელებია, თუმცა ვერ მოვახერხე. წითელ ზღვაში ჩაყვინთო. აი მას აქ აუცილებლად მოვახერხებ. დღეს ძალიან დამღლელი დღე გამოვიდა. დავისვენებ. ნახოთ როგორი იქნება იქ ყველაფერი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და გამაფრთხილესო სპეციალური სათვალეები დამჭირდება, რომელიც აქვე უნდა შევიძინო. თორემ საკმაოდ მარილიანი არის წითელი ზღვა და თვალის გახელა გარკვეულწილად წყალში პრობლემატიური იქნება. ძალიან მაგარი კადრები გადავიღე ახლა. თუმცა საკმაოდ რთული არის ყოველთვის სავსე მთვარის გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხელი დღეები არის. მიწიდან ამომავალი ის თბილი მასები, რომელიც დღის პერიოდში ხდება დედამიწაზე, აორთქლდება საღამოს პერიოდში და გადაღებას ყოველთვის ართულებს. თუმცა რაღაც გარკვეული კადრი მაინც გამომივიდა. პირველი დღეც გათენდა ეგვიპტეში. წავიდეთ ახლა, ვიყიდოთ საყვინთი აღჭურვილობა. აი მოვედი ახლა წითელ ზღვაზე. გამოვიცვლი, ჩავყვინთავ და ნახოთ აბა როგორი სიტუაცია დაგხვდება წყალში. ეს საყვინთავის მოწყობილობაც ავიღე. შევიზიენ სხვადასხვა საკმაოდ იახად. Stuck in the middle, so we climb the fence. It's like the world turned its back on us, and now we can't tell if it's heaven or hell. It's like knowing all the answers. Oh, you're sorry, but you never can tell. All the lovers we were diving for too deep. Different colors that we had to put to sleep. All the lovers hope that we could break the spell. All the lovers. ინდურმა ყავებმა დამშენებელს მოპარეს ფრი და მიირთმევენ გემრიელად. აი ესეთი კადრების ნახვა როგორიც არის, ეს ინდური ყავები, რომლებიც იპარავენ ფრის და სხვადასხვა ადამიანის მიერ შეძენილ საჭმელს არის ძალიან განსაცვიფრებელი და ულამაზესი სანახაობა. ისინი მცირე ზომის მეკობრეები არიან, ასე ვთქვათ, რომლებიც წარმატებით ართმევენ იმ ცხოვრების პირობებს თავს, რაც დღეს მათ აქ უდგათ. საინტერესოა, როგორ განივითარეს ეს უნარჩვევები ევოლუციის პირობებში, განვითარების პირობებში და საიდან დაიწყო მათი პირველი მოყვარვა აი ამ ადამიანის მიერ ნაყიდი საჭმელების. კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩაყვითოს. აკაური მარჯნის რიფები არის საკმაოდ ლამაზი სანახავი. სოფლიოში უფრო და უფრო მცირდება ისეთი ადგილები, სადაც ეს ბიომრავალფეროვნება და მსგავსი ჰაბიტატი არის წარმოდგენილი. ჰაბიტატი არის ის საცხოვრებელი გარემო, სადაც ზუსტად აი ეს თევზები, რაც ვნახეთ, ცხოვრობენ. აკაური ბიომრავალფეროვნება საკმაოდ ჯანსაღი არის. ვინაიდან ბევრი სახეობის თევზი იყრის აქ თავს, განსხვავებული ვიზუალის, განსხვავებული შეფერილობის.
რამხელა შრომა და რამხელა ენერგია უნდა გააჩნდეს ქვეყანას და მის მაცხოვრებლებს, რომ უდაბნოში აი ასეთი 64 ააშენონ. ეს თევზი ძალიან შხამიანი არის და საკმაოდ მოულოდნელად მომეპარა. ორიოდე სიტყვით შევეცდები ახლა გარკვეული ინფორმაციები მოგაწოდოთ იმ თევზზე, რაც ვნახეთ. ამ თევზს უძახიან ლომთევზას, lionfish თუ გამოვთარგმნით პირდაპირ ინგლისურიდან. ეს თევზი არის საკმაოდ შხამიანი, მას სხეულზე აქვს განთავსებული ეკლები, რასაც ვიდეოში ნახლად ხედავთ. შესაბამისად ისინი არიან მტაცებლები. თუ კი პირს აქვს ალერგია მისი შხამის მიმართ და ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ შესაძლებელია გაჩერებული იყვნენ წყალში და აი ასე შემთხვევითი ცურვის დროს შეეხოთ მას, მისი ბასრი ეს წვეტიანი გამონაზარდი შესაძლებელია მოხდეს თქვენს სხეულზე და გადმოვიდეს შხამი მისი სხეულიდან თქვენს ორგანიზმში. შესაბამისად, თუ კი თქვენ მის შხამზე ალერგია გექნებათ, სიტუაცია ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე წარმოდგენა შესაძლოა გქონდეთ. ამავდროულად ძალიან მწარე არის მისი ჭყვეტა, თვითონ მტაცებლები არიან, იკვებებიან თევზებით, ამავდროულად იკვებებიან სხვა არსებებით. სხვათა შორის, ეს სახეობა არის საკმაოდ ინვაზიური ბევრ ქვეყანაში, თუმცა აი ეს წითელი ზღვა, განსაკუთრებით ეს მარჯნის რიფები არის მისი ბუნებრივი საცხოვრებელი. განსაკუთრებით აქტიურები არიან ისინი ღამის პერიოდში და გამთენიისას უსანადირობენ, თუმცა როგორც ჩანს, დღისითაც შესაძლებელია მათი ნახვა. ზამთრის პერიოდში ამ ტერიტორიაზე ვიზიტი არის ყველაზე კარგი რამ. ზაფხულში აქ ძალიან ცხელა და გაუსაძლისი არის არ გაჩერება. წეღან ჩავლაგდი და დღეს ღამის 4 საათზე მაქვს ფრენა ტოვები გვიდეს. გონია რომ თითქოს და წარმატებულად დასრულდა ეს ჩემი 10 დღიანი დაგეგმილი და დაუგეგმავი მოგზაურობა. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაიაქტიურეთ ძალისხმილაკი და ელოდეთ შემდგომში უფრო ბევრად და ბევრად საინტერესო ვიდეოებს, უფრო შემეცნებით, გასართობს და სხვადასხვა ისეთ კონტენტს, რომელიც ნამდვილად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. შეგხვდებით საქართველოში. წარმოუდგენლად დიდი რიგები დგას აეროპორტში. ეგვიპტის აეროპორტი არის გადატვირთული ფრენები ფრენებზე აგვიანებს. ყოველი ფრენა დაგვიანებული არის თავის დროსთან შედარებით. ახლა გავდივარ მეორე შემოწმებას, სადაც ხვდიან ფეხზე ფეხსაცმელს და ფეხსაცმელსაც კი ამოწმებენ. ჩამოვფრინდი თურქეთში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი, აეროპორტების ქსელი შეიძლება ასე ითქვა, სადაც ხდება გადაჯდომები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ამ დაძაბული ვითარების დროს, რაც მსოფლიოში დგას, თურქეთის აეროპორტი არის ძალიან გადატვირთული. როგორც იქნა მოვახციე საქართველოს თვითმფრინავამდე, თუმცა ჯერ საქართველოსამდე ვერ მივახციე. Due to operational reasons, we have to go around, but now we are preparing a new approach. Approximately in 5 minutes, we are planning to land to Lissy. Once again, on behalf of my crew, as I should say, that it's only expecting. ვერ მოვახერხეთ დაждომა, ახალი ტურბულენტობის გამო საკმაოდ ძლიერი ქარი არის გარეთ და როგორც კი შეახო საფარს გორბალი, ეგრევე ისევ ზემოთ აფრიკა თვითმფრინავი
ხვდებით რომ აწყნარდეს მდგომარეობა რომ მოვახდინოთ საფრთხე დაიწყოს. როგორც იქნა ჩამოვედი საქართველოში, აი იმის დროა ახლა რომ ნორმალურად დავისვენო